Stano და ძმანო, ჩვენ წავიკითხეთ სახარება 5 პურითა და 2 თევზით 5000 კაცის დაპურების შესახებ. 5000 კაცი იყვნენ ბავშვებისა და ქალების გარდა. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა ამ ციფრზე შეიძლება ვიღაცა მიდაოს, მაგრამ აქ მთავარი მაინც სხვა რამეა. თვითონ ეს სახარება მათეს მიერ არის მოთხრობილი მე-14 თავია. და თქვენც შეგიძლიათ გადახედოთ კიდე ერთხელ წაიკითხოთ და ნახოთ რაღაცა ნიუანსები, რომ როდის მაპატიეთ რაღაც ალერგია მაქვს და როდის გადის მაცხოვარი უდაბნოში, როდის ხდება რომ ის თქვათ უდაბნოს მიმართულებით მიეშურება, როდესაც იოანე ნათლისმცემელს შეიპყრობენ და სიკვდილით დასჯიან, ყველანაირად აარიდებს თავს, რომ ეს გავეშებული ეხლა ჰეროდე, რომელმაც იოანე მოკლა, არ მოდგეს და იოსოს და მის მოწაფეებსაც არ მოუღოს ბოლო. თუმცა კი ეხლა შეიძლება კითხვა დაისვას, რომ ის ხო მაინც იცის მან, რომ მოწამეობრივად უნდა აღესრულოს და ხომ იცის, რომ ის უნდა მოკლან. მაგრამ მიუხედავად ამისა არსებობს რაღაცა დრო, რომელ დროსაც ის ზუსტად განსაზღვრავს და ამბობს, რომ ახლა ამ დროში ეს არ შეიძლება, ჯერ არ დამდგარა ამისი დრო. იმიტომ რომ ეს უნდა აღესრულოს პასექზე. რადგანაც პასექი აღდგომას განასახიერებს, გამოსვლას განასახიერებს, ჯოჯოხეთის ესე იგი დატოვებას განასახიერებდა ძველი აღთქმის ტრადიციაში, ამიტომაც კონკრეტულად აი ამ დღესასწაულზე უნდა მომხდარიყო ისაც მოხდა მოგვიანებით. ამიტომაც მიდის მაცხოვარი უდაბნოში და მიყვება მას უამრავი ხალხი. ამ საზოგადოებას მაცხოვარი პირველ რიგში ესაუბრება და ამის შემდგომ ხდება განკურნება მათი რაღაცა დაავადებებისა. ეს დაავადებები ეხლა სრულიად ჯანმრთელი ადამიანი მოგეხსენებათ არ არსებობს. ვინც არ უნდა თქვას ეხლა რომ სრულიად ჯანმრთელი ვარო, რაღაცას მაინც თუ შეამოწმებენ ექიმები, სავარაუდოდ რაღაცას მაინც იპოვიან. შესაბამისად, თუ არ არსებობს სრულიად ჯანმრთელი ადამიანი ფიზიკურად, მით უმეტეს არ არსებობს სრულიად ჯანმრთელი ადამიანი სულიერად. და მათ ნამდვილად სჭირდებოდათ კურნება. ამიტომ მაცხოვარი იწყებს რა თქმა უნდა სულიერით, ეს არის სულიერი კურნება, მისი სიტყვა, რომელსაც ის ქადაგებს. და სხვათა შორის ეს სიტყვა არ არის ჩაწერილი. ვიცით თქვა ქადაგება მთაზე, რომელიც მიძღვნილია მე-5, მე-6 და მე-7 თავი მათე სახარებისა, მაგრამ მე-14 თავში მოთხრობილი აი ის რომ ამ ხალხს ესაუბრებოდა მაცხოვარი, ჩვენ არ ვიცით ტექსტი რაზე ესაუბრებოდა. იგივე გაუმეორა, ახალი უთხრა რამ, იმიტომ რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო სხვა რამეზე გაეკეთებინათ აქცენტი მოციქულებს და ყურადღება. და ეს რა იყო, მინდა ეხლა გითხრათ ორიოდე სიტყვით. ყველას გვეხება ეს ქრისტიანებს, რა თქმა უნდა, მაგრამ გვეხება უპირველეს ყოვლისა სამღვდელოებას. მაცხოვართან მიდიან მოციქულები და ეუბნებიან, რომ ცოდო არისო ეს ხალხიო, მშივრები არიან მთელი დღის განმავლობაშიო და გაუშვიო ახლოეს სოფლებშიო, რომ იქნებაო პური მაინც იყიდონ, რომ მთელი დღის განმავლობაში მშივრებმა, ეხლა აქ მშივრებმა ნამუდაბნოს ღამე ძალიან დიდი ტემპერატურული სხვაობაა, დღისით ძალიან დიდი სიცხეა და ღამე პირიქით ძალიან დიდი სიცივეა და ამ სიცივეში ეხლა კიდე მშივრებმა არ დაიძინონ. მაცხოვარი ეუბნება მათ ასეთ რამეს, რომ თქვენ მიეცით მაგათ ჭამათი. აი ძალიან საინტერესო წინადადება. განა მაცხოვარმა არ იცის, რომ ამათ არაფერი არ აქვს. მისი მოციქულები არიან და ზუსტად ხო იცის რა დატოვეს, საიდან წამოვიდნენ, რა წამოიღეს. მაგრამ თქვენ მიეცით მაგათ ჭამათი. გახლავთ სწორედ მოწოდება თითოეული ქრისტიანისა, რომ ჩვენ უნდა მივცეთ ადამიანებს სულიერი საკვები. და ეს სულიერი საკვები უპირველეს ყოვლისა რომ მისცეს სხვა ჯერ შენ უნდა იცოდე რა არის. ეს გახლავთ სწორედ წმინდა წერილი, მისი ნება სადაც არის გაცხადებული, მისი სწავლება სადაც არის ჩამოყალიბებული. სწორედ ამის შესახებ არის ლაპარაკი, რომ ეს უნდა მივცეთ ჩვენ ადამიანებს. უპირველეს ყოვლისა ეს სამღვდელოებას ევალება, მაგრამ ამავდროულად გევალება თითოეულ თქვენგანს, როგორც ქრისტიანს, იმიტომ რომ მოწოდებული ხართ სამღვდელო პატივში. პავლე მოციქული პირდაპირ ამბობს ესე, რომ ეს ჩვენი მოწოდება სამღვდელო მსახურება არისო. იმიტომ რომ სამღვდელო მსახურებას გასაგებია, რომ ხელდასხმული მღვდელი აღასრულებს, მაგრამ თანამონაწილეები ხომ თითოეული ჩვენგანი ვარ. აქ მე მარტო შევედი და იქ რაღაცა ცალკე სივრცეა და ესე იგი მე ვატარებ მსახურებას და თქვენ სადღაცა სხვაგან იმყოფ, ხშირად კი ხდება ასე, მე ვატყობ სიტუაციას, მაგრამ ასე ხომ არ უნდა იყოს. ჩვენ ხომ ერთობით უნდა აღვავლენდეთ აი ამ მსახურებას და ამ ერთობაში თქვენც
თქვენ სამსამღვდელო მსახურებაში ხართ. შესაბამისად მოწოდება რომ თქვენ მიეცით მაგათ ჭამადი და მოციქულები პასუხობენ ესეთ რამეს რომ გვაქვს მხოლოდ 5 პური და 2 თევზი. ეს გახლავთ პირდაპირ მინიშნება რომ რითი ხელმძღვანელობდნენ ისინი სულიერი თვალსაზრისით ეს იყო მოსეს 5 წიგნეული და ეს იყო სიტყვა თევზი ბერძნულად არის იხტიოს ეს არის ესე იგი ჩვენ ამას ასოების მიხედვით ესე გავყვებით იესო ქრისტე ძე ღვთისა ასე ითარგმნება პირდაპირ იხტიოს რო გადათარგმნოთ იესოს ქრისტოს აი ესე რომ მივყვეთ ამ თანმიმდევრობით გამოდის იესო ქრისტე ძე ღვთისა ამიტომაც ეს 2 თევზი განასახიერებს ქრისტეს მოძღვრებას როგორც ღმერთისა და როგორც კაცისა მას ხომ 2 ბუნებით ვიცნობთ ჩვენ რომ განკაცებული ღმერთია ის სრული ღმერთი და სრული კაცი შესაბამისად 5 წიგნი გახლავთ 5 წიგნეული და ეს 2 თევზი გახლავთ სწორედ ეს მაცხოვრის მოძღვრება რომელიც შემდგომ უკვე ჩვენ სახარების სახით გადმოგვეცა მაგრამ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია აქ რაზეც მინდოდა თქვენი ყურადღება გავემახვილებინა და აღარ დაგლით რომ მოციქულებს ეუბნება რომ მომეცით ეგ 5 პური და 2 თევზი და ამის შემდეგ მოუწოდებს საზოგადოებას რომ თქვენ ახლა უნდა დასხდეთ და იწყებს ამ პურის დამტვრევას და ამ პურს აძლევს მოციქულებს და მოციქულები ურიგებენ ხალხს აი ახლა მე რო ყოფილიყავი ჩემს მაგალითს მოგიყვებოდით რას ვიზავ რასაუბრ ამდენ ხალხს 5 პური როგორ ეყოფა მეთქი ხო ვეთყოდი აუცილებლად ვეთყოდი იმიტომ რომ მე არ მაქვს ეს მორჩილება რომელიც ჰქონდათ მოციქულებს და აი ამ მორჩილების შეძენა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ღმერთს ძალიან ხშირად სწორედ ასევე ვეწინააღმდეგებით და რატომ არ ხდება სასწაული ჩვენს თავს თუ კი გაკვირვებით დასვამ ამ კითხვას სწორედ ამიტომაც არ ხდება რომ შენ ასეთ წინააღმდეგობაში შედიხარ იქ რომ ქრისტეს დასჭირებოდა მაგათვით მტკიცება რომ კაცო რასაც გეუბნებით ის გააკეთეთ ეს სასწაული იცით რომ არ მოხდებოდა გარწმუნებთ რომ არ მოხდებოდა მაგრამ მოციქულების მორჩილებით მოხდა სწორედ ეს სასწაული ეუბნება მომეცით 5 პური და 2 თევზი და მე დაურიგებ ამას ხალხს ნუ დაახლოებით ახლა 5000 კი არა 500 კაცს რო ხედავდე და 5 პური გქონდეს ახლა შენ ხო რაციონალურად აზროვნებ და ლოგიკურად იტყვი რომ ახლა რანაირად კაცო 5 პურით 500 კაცი და 5000 მით უმეტეს როგორ შეიძლება დავაპურო ერთი ნამცეციც კი არ შეხვდეს შეიძლება არც ერთს მაგრამ არა მორჩილება არის ის უმნიშვნელოვანესი ქცევა თითოეული ჩვენგანისა თუ კი ღმერთს არ შეეწინააღმდეგები და მის სწავლებას სწორედ ისე გაიაზრებ და გაითავისებ და გაატარებ შენ ცხოვრებაში რომელიც სასწაულებს მოახდენს და ესეთი სასწაულები მე მინდა გითხრათ რომ სადაც დამორჩილები ვარ ღმერთს ყველგან ყოველ ფეხის ნაბიჯზე შემხვედრია მაგალითისთვის ოდესაც წერია რომ აღორძინდით გამრავლდით და ავსეთ ქვეყანა და ადამიანი ფიქრობს რომ რანაირად უნდა გამრავლდე იმიტომ რომ ეხლა მე ერთი შვილის გაზრდის მეტი საშუალება არ მაქვს თუ გააჩენს მეორე შვილის გაზრდის საშუალება უჩნდება ისევე როგორც 5 პურით 5000 დაპურდა და ეს სასწაულია რომელსაც ჩვენ სასწაულად არ ვთვლით სხვათა შორის და არ მეგვაჩნია იმიტომ რომ ეს გონია რომ ხელფასი რო შესაბამისად გაგვეზარდა ან რაღაცა სამსახური შევიცვალეთ უკეთესობისკენ ეს გონია რომ ჩვენ დავიმსახურეთ ეს იმიტომ რომ რაღაცა ეხლა მეორე შვილზე რო წავედი და კანონს დავემორჩილე კი და ღმერთმა მომცა კი არა მე ხო კაცო ის ვისწავლე ბუღალტერია დამატებით და ამიტომ თორე მე ის რა შუაშია დაახლოებით ასეთია წარმოდგენა ადამიანისა რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ღმერთთან იმიტომ რომ ეუბნება არა იმრუშო ეუბნება არა იპარო არ მოიპარო და არ გაღარიბდები იცით ასეთი არის ეს ისა რა ქვია მცნება ადამიანებს გონიათ რომ მოიპარავენ გამდიდრდებიან და პირიქით არის ვინც იპარავს იმაზე ღარიბი ადამიანი არ არსებობს ამიტომაც ბაბატიეთ ამიტომაც თუ კი არ მოიპარავს ნამდვილად სიმდიდრეს შეიძენს ეს ადამიანი თუ კი არ იმრუშებს ნამდვილად ისეთი სიყვარული იქნება მასა და მის ცოლ-ქმარს და მეუღლეებს შორის რომ აი სასწაული იქნება ამ სიყვარულზე სხვები ბევრი ილაპარაკებენ და ქადაგება იქნება ეს ამიტომაც როგორც კი შედიხარ წინააღმდეგობაში და იწყებ იმის მტკიცებას რომ 5 პურით რანაირად უნდა გავაძღო 5000 კაცი მაშინ სასწაული არ ხდება მაგრამ როგორც კი მორჩილებით დაჯდები და დაელოდები რასაკეთებს მაცხოვარმა იცით როგორი სასწაული მოახდინა უბრალოდ დროში იყო ეს ყველაფერი დაჩქარებული იმიტომ რომ
პურის თესლს, მკვდარ თესლს სხვათა შორის, ჩვენ რომ მიწაში ჩავთესავთ ერთ ცალს, იქედან ამოსულ ღეროზე ისხავს დაახლოებით 100 ცალი იგივე მარცვალი, რაც მიწაში ჩავდეთ. გინახავთ ეს პროცესი? ხო გაგიგიათ მაინც? ამიტომაც, როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლება ანიჭებდეს სიცოცხლის უნარიანობას მკვდარ თესლს, რომელიც მიწაში ჩაფლე და იქ გახრწნა დაიწყო და გახრწნილი გაცოცხლდა, ცოცხალი ღერო ამოვიდა და ერთის ნაცვლად 100 ცალი მოისხა. რა თქმა უნდა ღმერთი. ამიტომაც ეს დროში აღესრულება, ხომ იქ დათესვიდან ალბათ რავი 3 თვე უნდა თუ 6 ნამდვილად ვერ ვერკვევი, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ გარკვეული დრო სჭირდება. მე იმას დაფქვა უნდა და მე გამოცხობა კიდე პურის სახით რომ მოვიდეს შენამდე. მაცხოვარმა უბრალოდ დროში დააჩქარა ეს. ამ პურებს რომ ამტრევდა, ეს ის პროცესი იყო, რომ მრავლდებოდა მის ხელში ეს პურები. ჩვეულებრივად, ბუნებრივად არსებული მასალისგან ხდებოდა ეს ამბავი. ამიტომაც ბუნებრივი არსებული მასალისგან ხდება ჩვენს თვალწინ ეს სასწაულები. მღვდლობის საიდუმლოს შესახებ, როდესაც ამას წინათ რაღაც ერთ გადაცემაში მომიწია საუბარი, მე მთხოვეს რომ კომენტარები წაიკითხეო, მე მართალი გითხრათ, არც მაგის თავი მაგ და კიდეც მეზარება, მაგრამ ჩემი ცოდვაა შეიძლება. წაიკითხე, ნუ რაღაცებზე პასუხია გასაცემი. ძალიან ბევრი წერდა იქ რომ აი რასაჭიროა მღვდლობა, კაცო, ჩვენ თვითონ რა ვერ ვიზამთ, მაგას რაღაც შერასაც ამბობ, მეც ხომ იგივეს ვამბობ. მართლაც ისეთი ის შეურაცხყოფელი შეკითხვები, კი არა, მართლაც ადამიანებს გულწრფელად დაინტერესებდა, რომ რასაჭიროა მღვდლობა, მაგრამ დღევანდელი წაკითხული სახარებიდან ზუსტად ჩანს რასაჭიროც არის მღვდლობა. ღმერთი არსებულით, მატერიით, აქ არსებული მატერიით აღასრულებს ჩვენს თვალწინ აი ესეთ საიდუმლოებებს. მღვდელი კი არ არის მწირ, მე კი არ შევწირე მსხვერპლი. ქრისტე არის თვითონ შეწირულიც და შემწირველიც. უბრალოდ ჩემი ხელები გამოიყენა იმისთვის, რომ მისი შეწირული სხეული თქვენამდე მოვიტანო და გაზიაროთ. ჩემი ხელები გამოიყენა იმისთვის, რომ ნათლიღება მიიღოთ. ჩემი ხელები გამოიყენა იმისთვის, რომ ზეთი იცხოთ და გვირგვინი დაიდგათ და ასე შემდგომ. და მღვდელმთავრის ხელი გამოიყენა იმისთვის, რომ ხელდასხმა მიმეღოს სამღვდელო მსახურებისა. ეს არის და ეს და დღევანდელ წაკითხულ სახარებაში ასე არისო? პირდაპირ ხალხს რატომ არ დაურიგა, როგორ ფიქრობთ? 12 კაცს რატომ გაანაწილებინა ეს 5000 კაცზე ადვილი სამუშაო კი არ იქნებოდა. სწორედ ამიტომ, რომ ღმერთისგან მოციქულების ხელით უნდა გავრცელდეს ეს საიდუმლოებები, რომელ საიდუმლოებებსაც ჩვენ ეკლესიაში ვეზიარებთ. ამიტომაც ერთი შეხედვით 5 პურის 5000 კაცის დაპურება ჩვენ რაღაც მორიგ სასწაულად გვესახება ხოლმე სინამდვილეში ცოტა უფრო მეტრამეს ნიშნავს, ვიდრე ჩვეულებრივ სასწაულს მაცხოვრის მიერ აღსრულებულს. ცოტა უფრო მეტრამეზე მიგვანიშნებს. მათ შორის სამღვდელო მსახურებაზე, მათ შორის პირადად ჩვენს მსახურებაზე, მათ შორის იმ მორჩილებაზე, რომელი მორჩილებითაც, თუ კი დავემორჩილებით ღმერთს, ჩვენს თვალწინ აღესრულება მსგავსი სასწაულები. და თუ კი იქნები გამუდმებულად კამათში და შენი ლოგიკური მსჯელობით დაიწყებ იმის მტკიცებას, რომ 5 პურით 5000 კაცი ვერ დაპურდება, მაშინ მსგავსი არაფერი არ მოხდება შენ ცხოვრებაში. მართლაც ვერავინ ვერ დაპურდება. ყველანი მშივრები წავლენ შენგან. სულიერ თვალსაზრისით გულისხმობ, რა თქმა უნდა მას, იმიტომ რომ პური შეიძლება ბევრი აჭამო. ამიტომაც მიეცით მათ, რასაც ითხოვენ, ეს არის პირველ რიგში ღვთის სიტყვა. გახსოვთ წმინდა წერილში მაცხოვრის გამოცდა რო არის ეშმაკის მიერ, ეს ქვებიო პურებად აქციო და იქ ეუბნება ასეთ რამეს. არა ხოლო პურით ცხონდების კაცი, არამედ ღვთის პირიდან გამომავალი სიტყვით, ასე რომ ინებებს ღმერთი ვიცხოვრებთ, ვიცოცხლებთ, ვისუნთქებთ. თუ არ ინებებს, მაშინ სხვა რამე მოხდება და დაეიყოს ნება ღვთისა, რომელ ნებასაც მორჩილებით შევეგებებით ყოველთვის. ამინ. დალოცვილი გადახარებული გამყოფოთ ღმერთმა. ამინ.